გოგოებო, ახლა კარგად მისმინეთ, ეს იქნება ყველაზე რთული რუტინა, რაც კი გაგვიკეთებია, ხომ კარგად გახსოვთ ყველაფერი. ბიჭებო, არ დაგვაგდოთ. ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, საუკეთესოები ვართ. ნედა კიდევ ერთი სპორტსმენი გვყავდეს, რომ მეც ვეტარებინე და აი მერე ჩვენი პერფორმანსი მაგარი იქნებოდა. იანა, ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე ჩიფსების ჭამა უნდა შეწყვეტო, თორე შეიძლება დაგშურდე. ბროვასტი, სხვადასხვა ჩირლიდერები ათლეტურები ვართ, რას ნიშნავს არ ვჭამო? დიანა, ამ ბოლო დროს შენც ძალიან სუქდები. სმაილ, რას ამბობ, დიეტაზეც კი ვარ. ხო, დიეტაზე დღეში 4-ჯერ ჭამით. ნაკლები ლაპარაკი მეტი ვარჯიში გავაგრძელოთ. სმაილ, იანა უკვე ძალიან მძიმეა. ხო, ბრაუს, მგონი ჩვენ ძალებს კარგავთ, რამე უნდა ვქნათ? ხო, მგონი უფრო მეტი უნდა ვივარჯიშოთ. მოდით ბიჭებო, კიდევ ერთხელ. ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, საუკეთესოები ვართ. ო დედა, ხო იცი, მე ფეხბურთელი აღარ ვარ. მე ჯგუფში ვიყავი, მაგრამ ახლა მარტო ვარ. დიმას გარეშე ვერ ვიქნები. არა დედა, მე ბოდიში რო ფეხბურთელი შვილი აღარ გყავს, ყველაფერი დაკარგულია. ჯიჯი, მე ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ, პატრიკ. არა დედა, ჩემი სპორტსმენობა დამთავრდა. ჯიჯი, მგონი აქ მარტო არ ვართ. არა, პატრიკ. გადით აქედან, დღეს არავის ნახვა არ მინდა, მარტო მინდა ყოფნა. არა დედა, მორჩა ყველაფერი. კოსტა, რაზე წუწუნებ? შენ ფეხბურთელი ხარ. კოსტა, რატომ ტირი ხარ? რა მოხდა? თუ ვინმე გაწყენინა ჯიჯის უთხარი და იცოდა ყველასცენ. დღეს შეჯიბრება, მაგრამ მონაწილეობას ვერ ვიხებ, რადგან გუნდი აღარ მყავს, დიმამ მიმატოვა. ანუ ეგ რას ნიშნავს? ჩირლიდერები და კალთბურთელები ემზადებიან, მაგრამ ფეხბურთელები არა? მოიცა, სხვა ფეხბურთელები არ არიან? ო, არ არიან ფეხბურთელები. აქ არც ერთი ფეხბურთელი არ არის. გუნდს ვტოვებ. კოსტა, კარგი რა, თავაწეული უნდა იარო. კალთბურთელებს დაუთმე თუ რა ხდება? კოსტა, არ დანებდე, ძალაუფლება ხელში აიღე და ყველაფერი კარგად იქნება. ადამიანებო, თქვენ არაფერი არ გესმით, ახლა ვარჯიშიც აღარ შემიძლია, რადგან გუნდი არ მყავს, დიმა მიმატოვა. მე მზად ვარ, რომ დიმა შევცვალო, მზად ვარ, რომ ფეხბურთელი გავხდე. არა პატრიკ, ეს არასწორია, შენ უკვე ერთხელ ცადე და არაფერი გამოგივიდა. ხო, საერთოდ დამოვიწყდა, რომ გუნდიდან გამაგდეს. მოიცადე კოსტა, მე ვიქნები ფეხბურთელი და ვერაფერს მიხვდება მწვრთნელი. ჯიჯი, შენ ფეხბურთელი ხარ? ხო, შემიძლია დიმა ჩავანაცვლო, სანამ კოსტა ვარჯიშს მორჩება. ჯიჯი, სერიოზულად, შენ გოგო ხარ, ფეხბურთი რთული სპორტია. კოსტა, არ მესმის, ასარჩევად გაქვს საქმე? რა ხდება? ახლა მომეცი აქ ჩაფხუტი აქ. კარგი, ბოდიში დიმა, ჯიჯი, აიღე. არი ნერვიულო კოსტა, იმედებს არ გაგიცნობ. კარგი ჯიჯი, ახლა ფეხბურთელად უნდა გაკურთხ. ჯიჯი, შენ ახლა ფეხბურთელი ხარ. ჯიჯი, შენ ჩვენი კაცი ხარ. გოგო ვარ. ჯიჯი, შენ ჩვენი კაცი ხარ. გოგო ვარ. ჯიჯი, შენ ჩვენი კაცი ხარ. ჯანდაბა კაცი ვარ. მარიუსა არ არის. რა აქ ვარ? პატრიკი არ არის. ჯული არ არის. აქ ვარ. არტემ? არა. არტემ, ხედავ. კარგი, მეორე არტემი? ჯიჯი, სად არის ჯიჯი? არ არის ჯიჯი. კარგი და ნასტია? არც ნასტია. ბავშვებო, სკოლაში საშინელება ხდება, დიმა გუნდში აღარ არის. მარიუსა რა? სერიოზულად? თუ დიმამ ფეხბურთი მიატოვა, კოსტაც მიატოვებს და ეგაა, ჩვენი გუნდი დაშლილია. არა უშავს, მე ვიქნები ფეხბურთელი. არტემ, ჯერ მოწევა უნდა შეწყვიტო, ფეხბურთელები ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ. ბავშვებო, მორჩა სკოლა მოთამაშეებს კარგავს. არა უშავს, კალათბურთელები და ჩირლიდერები ისევ გვყავს. წარმომიდგენია კოსტასთვის რა რთულია ახლა. კოსტა ვისად არდებს? არტემ, ჩვენ უნდა გავხდეთ ფეხბურთელები. არა, არ მიგვიღებენ, ხო ვცადეთ უკვე. ხო, თქვენი შანსი გამოტოვეთ უკვე, უკეთესად უნდა მოქცეულიყავით. ხო, რა ცუდია რომ არ ხართ ფეხბურთელები, თქვენ თუ ამაყებდით. კარგით, ჯერ მალე არაფერი არ მოხდება, მაგრამ ახალ სპორტს გავხსნით და სკოლას ახალი გუნდი ეყოლება. იცით რა გოგოებო, თქვენ შეგიძლიათ ვიღაც იყოთ, მაგრამ მხოლოდ სპორტსმენებზე ოცნებობთ. ო, გინდათ რომ სპორტსმენები ვიყოთ, მაგრამ თქვენ თვითონ მეორე სართულზე ვერ ადიხართ. რა, არტემ, ეს რა თქვი ახლა რა? გინდათ გაჩვენოთ ვინ არის აქ უფრო ძლიერი? არა, არა. კარგი პატრიკ, ხო გაიგე, არავის არ უთხრა. ხო, ამას არავინ არ გაიგებს. რო რამე ჯიჯი კაცი არის. გოგო ვარ. ჯიჯი, შენ კაცი ხარ. გოგო ვარ თქო. ჯიჯი, შენ კაცი ხარ. უი, გამარჯობა, ხომ არცით დიანას ვარჯიში დაუმთავრდა? არ ვიცით, ახლა ჩვენი ვარჯიში გვაქვს. ხო, ახლა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მოიცადეთ და ახალი გუნდის წევრი ყავთ ფეხბურთში? ხო, კაცი არის მისი მეცახელი. ხო, კაცი, საყვარელი, სასაცილო და ძლიერი ყველაფერი ერთად.
ხო, ახალი მოთამაშე კაცია. მაგარია, თუ გინდა ტელეფონის ნომერს დაგირეკავ და მერე ვილაპარაკოთ. კარგი მეგობარო, წავიდეთ. თქვენ ახალ ფეხბურთელს იპოვით. დიახ, კაცო, ვფიქრობ გოგოებში პოპულარული იქნები. რა მაგარი ვიღაცაა, დიმაზე მაგარიც კი. ვაიმე, მე მგონი შემიყვარდა უკვე. ბავშვებო, ყოჩახ, ძალიან კარგად ვივარჯიშეთ დღეს. აუცილებლად მოვიგებთ ამ შეჯიბრს. ხო, რა თქმა უნდა, დიანა. შეხედე, ისინი საერთოდ ვერ გცნობენ. ხო, კარგი, კოსტია. კარგით, ახლა შხაპს მივიღებთ გასახდელში. კარგი, ცოტათი რომ მოვეშვათ. კარგი. ვაიმე, მე როდის მექნება ურთიერთობა, დავიღალე უკვე. ვა, მეგონა ფეხბურთის გუნდი დაიშალა, ეს ახალი ვინაა? ვინ არის ეს ფეხბურთელი? და მისი სიმაღლე. კარგი, რაც მთავარია, ისევ არიანა. ხო, ახალი კაცია, ის პატარაა, მაგრამ ძლიერი ფეხები აქვს. და თქვენ კალათბურთელებო, ისეთი გამხდები ხართ, რომ სუსტებიც კი ხართ. კარგით, ბავშვებო, დაწყნარდით, სასიამოვნოა შენი გაცნობა, რა ქვია? ამას შეხედეთ, ახალი ურთიერთობა იქნება. არა, ურთიერთობები ლუზერებისთვის არის. მე მხოლოდ ფეხბურთი მადარდები. ეს გაიგონეთ? ვა, მართლა პატარა არის, მაგრამ კარგი სპორტსმენი ჩანს. ო, პატივისცემა, წამო გასახდელში, შხაპი უნდა მივიღოთ. ვაიმე, ბიჭების გასახდელი. გოგოებო, კარგი ბიჭი ჩანს. კარგისთვის ცოტა პატარა ხო არ არის? მაგრამ სიმაღლე არ არის მთავარი, მთავარია გულში რა აქვს. ვაუ, კოსტა, კარგი ბიჭი ხარ, სადიშოვი ასეთი მოთამაშე. ხო, შენ მართლა მაგარი ხარ, უკვე ლეილას გული დაიფრე. ხო და რომელი სკოლიდან ხარ? ვიმე ლამაზი გოგოს ნომერს ვერ მომცემ? ბიჭებო, აქ ყარს ყველაფერი. და ჯერ ერთი ათლეტები გოგოებზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, მარტო თავიანთ სპორტზე უნდა ფიქრობდნენ, გესმით? ვა, მაგარია. ოჩა. აბა როდის არის შემდეგი ვარჯიში? ხო, კაცო, ძალიან კარგი კაცი ხარ. ხო, ჩვენ სკოლის სპორტსმენად მიგიღებთ. ახლა კი ცივი შხაპი. რა საკეთებთ ბიჭებო, რა შხაპი? კარგი, რომელი, ეს აბაზანა. ხო, აქ წყალი ძალიან ცივია. კარგით, მეგობრებო, შეწყვიტეთ, მე უკვე ჩავსვი სპორტსმენებში, თქვენ თავი დაანებით. ხო, აბა რა, უკვე პირველი სართულის საპირფარეშოში გამოვიარეთ ჩვენე ყველაფერი. საპირფარეშო? არა, ჩვენ აქ ყველაზე მაგარი საშხაპეები გვაქვს. ხო, მიდით, ანსაცმელები გაიხადეთ. კოსტია, რა გავაკეთო? ხო, მეგობრებო, თქვენ მიდით, ჩვენც მალე შემოვალთ. ურა! კოსტია, ეს ხუმრობაა, ამიხსენი ახლავე. იქ რომ შევსულიყავი, გაიგებენ, რომ მე ვარ ჯიჯი. თან ამ ჩაფხუტის მოხსნაც დამჭირდებოდა. ისინი ვერაფერს გაიგებენ. კოსტია, ახლა მწვრთნელი გავაოცოთ? კალათბურთელებო, ჩამკეტია გაფუჭებული, ახლავე დაგეხმარებით. ეს ხუმრობაა, ჩვენ უბრალოდ ინიციატივა გამოვიჩინეთ. ხო, კაცი მაგარი ტიპია. უი, გოგოებო, გამარჯობა, დიანა, მორჩი ვარჯიშს უკვე? არა უშავს, გაიზრდება. უი, კნოპა, გამარჯობა, კი რთული იყო, მაგრამ რუტინა გამოგვივიდა. ხო, ძალიან დავიღალეთ. შეჯიბრისთვის ვემზადებით. გოგოებო, ის ბიჭი ვინ არის? ახალი ფეხბურთელი ვნახე პირველ სართულზე, ძალიან მაგარი იყო. კნოპა, შენ შეგიყვარდა? კნოპა, უნდა იცოდე, რომ თვალი ჯერ მე დავადგი. ახლა მის გამო იჩხუბებთ. ლეილა, რადგან პირველი შენ დაადგი თვალი, არაფერს არ ნიშნავს. იცი მე როგორ შემომხედა? ამიტომ დიანა, შეგიძლია მისი ტელეფონის ნომერი გამირკვიო? კარგი, კნოპა, რა თქმა უნდა, შემიძლია მისი ნომრის გარკვევა, თუ მართლა გაინტერესებს. კნოპა, ვნახავთ ვინ მიიღებს მას. აჰა, ახალი სიყვარულის ისტორიები იწყება. აი, აქ არის. ჩემი ტელეფონის ნომერია 20 40 50 და მიდეკე. გახსოვს ქვევით რომ შევხვდით? შენ ტელეფონის ნომერს არ მომცემ? კარგით, უკან დაიხიეთ, კაც ურთიერთობები არ დაიხიეთ, ადარდებს. უკან ვარჯიში მაქვს. ჯანდაბა, ჯიჯი, უკვე სკოლის ნახევარს მოწონხარ. ერთი რაღაც მითხარი, ბიჭს გვავარ? არა, უბრალოდ ისინი კაც და გოგოს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. კარგი, კოსტია, იცოდე, მე ხვალ ბიჭი აღარ ვიქნები. ან სხვა იპოვე, ან კიდე დიმას დაუბრუნე ეს ჩაფხუტი. მე აღარ მინდა კაცად ყოფნა, ძალიან რთულია, ვახ. ხო, ჯიჯი, ეს რთულია, უნდა ვივარჯიშოთ. და კოსტია, როგორ უნდა ვივარჯიშოთ? ჯიჯი, მიდი, ბურთი დაიჭირე. კარგი, კოსტია. ვა, მომწონ. ისე ჯიჯი ბურთს მართლა კარგად ისვრი. იქნებ შენგან დადგეს მართლა ფეხბურთელი. არა, კოსტია, არ მინდა რომ ფეხბურთელი ვიყო, მინდა რომ ვიყო გოგო. რომ ბიჭებს მოვეწონო და არა გოგოებს. ხო, ჯიჯი, შენ აქ ყველაზე მაგარი გახდები. მე მინდა რომ ჩემი შეყვარებული იყოს ყველაზე მაგარი. სხვადასხვა კოსტია, იქნები ჩემი შეყვარებული? არა, ჯიჯი, შენ პატრიკი გყავს, ხვალისთვის შემცვლელი უნდა გიპოვო. მოკლედ, მეგობრებო, ფეხბურთის გუნდი ისევ რჩება. რანაირად რჩებიან? აბა დიმა წავიდაო.
ახალი ფეხბურთელი ყავს სკოლაში? ო, პატრიკ, გითხარი. კოსტამ დიმას შემცვლელი იპოვა. ახალი ფეხბურთელი, სახელად კაცი. ვა, კარგი ფეხბურთელია? მაღალია? ძლიერია? ლამაზი? მას შესვენებაზე თქვენ თვითონ ნახავთ. მარიუსა, ეს გაიგე? უკვე მინდა რომ ნახო ეს ფეხბურთელი. ჯული, იქნებ მოვეწონოთ. ჰეი, მარუსა, ჯული, იცოდე, ამ ახალ ფეხბურთელს ერთხელაც არ შეხედო. ის ნამდვილი სპორტსმენია, ამ სკოლაში ყველაზე მაგარი ტიპია. მომისმინე ნაცრისფერო თაგვოკნოპა, საერთოდ რატომ მოხვედი ამ სკოლაში? იცი რომ მთელი ცხოვრება აურთიერთობას ეძებს? მომისმინე, სხვათა შორის მე შევამჩნიე პირველმა, გაიგე? გოგოებო, ნუ ჩხუბობთ, თვითონ გადაწყვიტოს, ვის შეგხვდებათ? მეგობრებო, კაცი ჩამოვა და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თქვენ დაწყმარდით. გოგოებო, თქვენ რაზე ნერვიულობთ? კაცი სერიოზული ტიპია, ეს უბრალოდ სპორტია. თქვენ საერთოდ არ გესმით გოგოების ემოციები, არა? ჩემი იქნება ეს ფეხბურთელი. რას ამბობ? ჩემი იქნება, ჩემი თქო. რას უყურებთ? ამას აუხსენით და თავს ნუ მესხმის. რა ხდება, ვისთვის ჩხუბობთ? ვინ ვერ გაიყავით? ხო, ეს მართალია. ისინი კაცის გამო ჩხუბობენ. ჩვენ ახალი ფეხბურთელი გვყავს. ოჩახ, კაცო, შენ ძალიან ძლიერი ხარ. ჯანდა ბაქ, რა ხდება? არ მესმის. ის ჩემი გახდება. კოსტია, მე ვერ მიყოფენ. კარგით, შეწყვიდეთ. შეწყვიდეთ, ახლა მე ყველაფერს აგიხსნი. მას კაცი არ ქვია, ის ჩემი შეყვარებულია. მიდი, ჩაფხუტი მოიხსენი. რა თქვი? გოგოებო, ჯანდაბა, მართლა მოგწონდით? მე ვარ ჯიჯი. და საკმარისი ბიჭები არ ყავთ? ჯიჯი, ასე რატომ გაცვია? ეს რატომ გააკეთე? აი, მე მრცხვენია. მორჩა, დღეიდან ფეხბურთელები აღარ იქნებიან. კოსტა, ასე მგონია, რომ ჩვენი დირექტორი რაღაცას მალავს. არა მგონია, მაგრამ ჩირლიდერები გვეთქვიან ყველაფერს. ამდენი ხანი რატო დაგაგვიანდავ? ნერვიულობდი. მხოლოდ დიანა არ არის, იანაც. მათთვის რატო უნდა დაერეგა? მაინტერესებს. ხო, ცოტა ხანში გავიგებთ. გოგოებო, ძალიან ნერვიულობ. ჩვენც რომ დაგვიძახონ ჩირლიდერების შემდეგ რა ვქნა? იმდენი გაცდენა მაქვს, რომ მე მგონი გამაგდებენ სკოლიდან. ჯული, არ იტირო სკოლიდან რომ გაგაგდონ, სხვა ხომ არავინ იტირებს. ჯიჯი, მომისმინე, დაიკარგე ჯულის ნუეხები. არტემ, ხელი გაუშვი ჩემს პალმის ხეს. კარგით რა გოგოებო, დაწყნარდით, ჩირლიდერებს დაუძახეს დირექტორის ოთახში, ჩვენ კი არა. მაგრამ შეუძლიათ ჩვენს დაგვიძახოს. მე დირექტორთან არ წავალ, მოგიწევთ მითხრათ რა უნდა. ჯული, ეგ პალმის ხე მოიჭერიო, რო გითხრას რა სიზამ. არტემ, იცოდე ფრთხილად იყავი. აი გამოდიან, დიანას რაღაც ქაღალდი უჭირავს. დიანა, რა უნდა და დირექტორს, ჩვენ აქ ყველა ნერვიულობდით. თქვი რამე. ყველა მზად ხართ, უნდა გამოვაცხადო რა ხდება ახალი ჩვენ სკოლაში. მზად ვართ. მზად არიან თურმე, მაინც არ გამოუვათ. ხო, უკვე ხედავ როგორ ვითვლი ჩემს დაფინანსებას. ნახევარ წელიწადში ნაღდ ფულს აიღებ. კოსტა, მგონი ფულს ეხება რაღაც. ხო, როგორც ჩვენს ყველაზე ჭკვიანს აირჩევენ და სტიპენდიას მიცემი. მე მიყვარს ფული. აბა ვნახოთ მან რა წერია. ყურადღებით მომისმინეთ და საშუალება გექნებათ სცადოთ ბედი. სცადოთ ბედი, გაიგეთ? არა მგონია გამოგივიდეთ, მაგრამ ვნახოთ. ყურადღება. დღეს ყველა სკოლის მოსწავლეს ექნება შანსი გამოსცადოს ბედი ოქროს ოსკართან, ნამდვილ ოსკართან და ვინც ამ ოსკარს მოიგებს ნახევარი წლით წავა ჰოლივუდის სკოლაში ისწავლის და მიიღებს $1000 დაფინანსებას ყოველ თვე, ნახევარი წლის განმავლობაში. ჯანდაბა, მინდა ჰოლივუდში. $1000 მეც მინდა. და რა უნდა გააკეთო მონაწილეობა რომ მიიღო? რა უნდა გააკეთო? რა და გონება უნდა გქონდეს? ხო, კარგით რა. თქვენს ადგილას არც ვცდიდი. რა უნდა გააკეთო? ახლავე გეტყვი, პროდიუსერებს უნდა აჩვენოთ თქვენი სამსახიობო ნიჭი. დღეს მოვლენ. დიანა, იანა, რა? პროგრამე ჰოლივუდში ერთად წავიდეთ. თქვენ ხო ყველაზე ჭკვიანები ხართ. ეგ იმაზეა დამოკიდებული როგორ მოიქცევით. კარგით, ერთ საათში მოვლენ პროდიუსერები, ამიტომ დრო გაქვთ რომ ივარჯიშოთ. თქვენს ადგილას რომ ვიყო, თავს არც შევიწუხებდი. ხო, იმიტომ რომ ჩვენ წავალთ ჰოლივუდში. და იქ უფრო ბევრ ფულს ვიშოვით. აბა გაიგონეთ ყველაფერი. დიანა საუკეთესოა. დიმა, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. კოსტა, ოსკარი ჩვენი იქნება. დიმა, ოსკარი არ მადარდებს, $1000 მინდა თვეში. გოგოებო, გესმით რამდენად მნიშვნელოვანია? შეგვიძლია მდიდრები გავხდეთ. გამდიდრება არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ბაბუა ჩემი მაძლევს ფულს. აი, ვარსკვლავობა მაგარია. უნდა მოვიგოთ ოსკარი და წავიდეთ ჰოლივუდში. წარმოიდგინე, ჰოლივუდში რო წავიდეთ და ამერიკელი ბიჭები გავხდეთ. კოსტა, ამერიკელ ბიჭებს შეხედე. ჩვენი კონკურენტები არ არიან. წამო ავიღოთ ოსკარი. ავედით.
გოგოებო, გესმით რამდენი მნიშვნელოვანი ამბავია? აუცილებლად უნდა მოვიგოთ ოსკარი, რა თქმა უნდა. გოგოებო, ჩირლიდერები ხართ, ჩვენ კალათბურთელები, აუცილებლად მოვიგებთ. ბავშვებო, იმედია ყველას გახსოვთ თქვენი სათქმელი, იმიტომ რომ შეცდომების დრო არ გვაქვს. უბრალოდ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, მოვიგებთ, წავალთ ჰოლივუდში და უბრუნდებით და ყველა ჩვენ შემოგხვედავს. ხო, ვარსკვლავები ვიქნებით, თან ფულიანებით. ხო, ვერავინ ვერ გვაჯობებს ამაში. გოგოებო, იცით ხელს ვინ შეგვიშლია? ერთი ჯგუფია, ფეხბურთელები, ჩვენი კონკურენტები არიან. კარგით რა ბიჭებო, არ გამაცინოთ, მხოლოდ ორნი არიან. ხო, და ჩვენ ოთხნი ვართ. ხო, კარგით გოგოებო, წავიდეთ აქედან. თავი უნდა მოვიწესრიგოთ ჩემპიონატამდე. წარმატებები ბიჭებო. მორჩა გოგოებო, ჰოლივუდი არ დაგველდება ჩვენ. ხო, ოსკარზეც ვერ გავალთ და ესე ვიქნებით. და ვარსკვლავებიც ვერ გავხდები. გოგოებო, არ ამგონია თქვენ შანსი გქონდეთ, ნიჭი არ გაქვს. ემოცია საერთოდ არ არის, მოძრაობების საშინელი. ჯიჯი ძალიან იმედგაცრუებული ვარ. და ბიჭებო, აბა რა გავაკეთოთ? ხო, ბიჭებო, დაგვეხმარეთ. ამ ოსკარს ეს ჩირლიდერები მოიგებენ და ისევ მაგად გაუმართლებთ? კარგით, აბა რა სიტყვით, დავეხმაროთ უიმედო გოგოებს. წამო, დავეხმაროთ. აი ნახეთ, ჩვენ ბიჭებს არ ვადარდებთ. კარგით გოგოებო, არ უნდა დავნებდეთ, უნდა მოვიფიქროთ როგორ გავაკვირვოთ ეს პროდიუსერი. გოგოებო, მე სიმღერა შემიძლია. კარგით, ოსკარის მოგების მხოლოდ ერთი შანსი გაქვს. ჩირლიდერები უნდა მოიშოროთ, ჩვენ დაგეხმარებით. რას ნიშნავს უნდა მოვიშოროთ და თქვენ როგორ დაგეხმარებით? რას უზავთ მათ? ჩვენს გარეშე რას იზამდნენ? კარგით გოგოებო, ჩირლიდერები გამოსაცვლელად სწავლენ. თქვენ მათ ნივთებს მოიპარავთ და მათ გამოსვლა შიშვლებს მოუწევთ. ან ჩვენ შეგვიძლია მოვიპაროთ. არა, პატრიკ, გოგოების გასახდელ ოთახში არ შეგიშვები, იმიტომ რომ მე ჩირლიდერებს რო დაინახავ და გავიწყდება რისთვის შეხვედი. ხო, ჩვენ თვითონ მოვიპარავთ ყველაფერს. მადლობა იდეისთვის. მოკლედ დიმა, ფეხით გესვრი ბურთს თავზემოთ და შენ მერე ჩაფუტით დაიჯერ. კარგი კოსტა, გასაგებია, ოსკარს ავიღებთ. ოსკარი ჩვენი იქნება. ბავშვებო, ხომ ყველაფერი სწორად გახსოვთ? კი. კარგით გოგოებო, ახლა გადავივლოთ, რომ სუფთები ვიყოთ, როცა წარდგებით. ხო, თავი უნდა დავიბანო. კარგით ბიჭებო, მე ეს ოსკარი ჩვენი იქნება. ბიჭებო, იცოდეთ იმედები არ გაგვიცრუოთ. ხო, ჰოლივუდში წასვლა გვინდა. ჩვენ იმედს არ გაგიცრუებთ. გოგოებო, რას ელოდებით? წავედით. ნასტია, ფულს რაზე დახარჯავ? ალბათ ჩემს გარდერობს შევმატებ ახალ ტანსაცმელებს. შენ? მე ალბათ სწავლისთვის გადავდებ ფულს. ხო, კარგი, ალბათ მეც. კარგით გოგოებო, ზუსტად 15 წუთი გვაქვს საბანაოდ, გაიგეთ? კი, დიანა. პირველები უნდა წარდგეთ, რომ პროდიუსერებმა შეგვამჩნიონ. თუ შუაში ვიქნებით, დავიკარგებით აუცილებლად, ვერ შეგვამჩნიონ. მართალი ხარ იანა. კარგით გოგოებო, 15 წუთი, წავედით. მომისმინე მწვანე, დანებდი ბრძოლის გარეშე. ახლა ჩირლიდერები შხავს მიიღებენ, მოწესრიგდებიან და ოსკარი ჩვენი იქნება. ხო, ზუსტად, ჩვენ ოსკარს არ დავთმობთ. ჩირლიდერები ვერ დაგეხმარებიან. ეს არასწორია, მეგობრებო. ხო, უბრალოდ თავს შეირცხვენთ და ყველა თქვენ დაგცინეთ. კარგით იცინეთ, ვნახავთ ბოლოს ვინ გაიცინეთ. მე და დიმა ჰოლივუდში მივდივართ, იქ მაგარ მანქანებს 15 წლიდან ატარებენ. ხო, მე მაგარი მოტოციკლეტი მეყოლება. კარგი, გასაგებია, არსად არ მიდიან. ჩვენ ჩირლიდერებს დაველოდებით და წავალთ აქედან. ძალიან ხმამაღლა ნუაბიჯებთ ფეხს, მე მესმის თქვენი ხმა. ხო, ფრთხილად არ კიბეებზე. ამას გაიძახე მთელი დღეა. გოგოებო, მთავარია რომ ჩირლიდერები იქ დაგხვდნენ. ხო, მართალია, დრო არ უნდა დავხარჯოთ. წამოდით. დიანა, შამპუნი მომეცი. მაგრამ იანა, მე არ მაქვს საკმარისი. დიანა, მთლიანი ბოთლი გადაისხი თავზე. გოგოებო, სად არის ნიღაბი? რა, მე არ მაქვს ნიღაბი. მაგრამ მომეცი თქო. გოგოებო, სად დავმალოთ? მაცივარში. მართალია, იქ ვერ იპოვიან. გოგოებო, რა ჩქარა დავიბანეთ. ძალიან კარგია, ყველაფერს მოვასწრებთ. სად არის ჩვენი კოსტუმები? რა? ჩვენი ფორმა სად არის? გოგოებო, ახლა რა უკრა გავაკეთოთ? ფორმები დავკარგეთ. ვა, თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, ხო, რომ ოსკარი თქვენია. ხო, ოსკარი ჩვენია. ჩვენ უფრო გვჭირდება ის და ფულიც. არა, მეგობრებო, ვერ მიიღებთ ოსკარს. მოვლენ ახლა ჩვენი ჩირლიდერები და ოსკარი ჩვენი იქნება. კარგით, გაგვეცალეთ გზიდან, გაიწიეთ. არა. ფეხბურთელებო. აი, ჩვენ გვეძახიან, შეგიძლიათ ქვემოთ ჩახვიდეთ. ნახავთ ოსკარს როგორ ავიღებთ. კარგით, გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ. ხო, მოდი. სმაილ, ჩირლიდერები სად არიან? ალბათ კიდევ თმებს იშრობენ. კარგი, მე კოკო ჯამბოს ვიცეკვებ. აი, კოკო ჯამბო. სმაილ, შეწყვეტი ამ ცეკვის ყურება, თორე დიანას ყველაფერს ვეთქვი. ჩვენ ოსკარი ვერ ავიღეთ, მაგრამ ვერც თქვენ აიღებთ. Yes,
შანსი გვაქვს. ჩირლიდერები სად არიან? წარმატებები, ისინი მკაცრები არიან. გონი ჩირლიდერებიც ვერ მიიღებენ. ჯანდაბა გოგოებო, ახლა რა უნდა ვქნათ? სად არიან ჩვენი კალათბურთელები? ჩვენი ფორმები სად არის? იცით რა გოგოებო, მე თუ გავიგე ვინ მოიპარა ჩვენი ფორმები და საერთოდ ვინ გაგვიკეთა ეს ყველაფერი, იცოდეთ მართლა თავს წავაცლი. ხო, გეთანხმები ლეილა, ზუსტად ეგრე გავაკეთებ მეც. ბრაუს, მიდი მიაკითხე, ამდენი ხანი რას აკეთებენ, ხო არ ჩაეძინა? არა, მე რატო, მიდი შენ წადი. არა, ჩვენ ჩირლიდერების გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. თქვენმა ჩირლიდერებმა უბრალოდ იციან, რომ ჩვენთან შეჯიბრება არ ღირს. კოკო ჯამბო! აი, ჩვენი ნომერია. ჩვენ ავიღებთ ოსკარს. იცოდე, მე არ მივდივარ. ბრაუს, შენ არასდროს არაფერს აკეთებ. გისმენთ! სმაილ, რა მოხდა? ბიჭებო! დაგვეხმარეთ! ვიღაცამ ფორმები მოგვპარა, ხო, გვაპოვნინეთ. მალე ჩვენი ჯერ იმოვა, ხო და არ ვიცით სად არის ჩვენი ფორმა. და გოგოებო, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? გოგოებო, გინდათ ჩემი დახმარება. მისმინე ბროვასტი, აქ შემოხედვის უფლება არ გაქვს, მაგრამ იქნებ წახვიდე და იპოვო ჩვენი კოსტუმები. ხო, სადმე სკოლაში უნდა იყოს, მიდით მოძებნეთ, რა გეხვეწებით. იანა და სად უნდა მოვძებნოთ? ახლა უკვე მალე დაგვიძახებენ გამოსასვლელად. სმაილ, აანალიზებ, რომ თუ ახლა შენ და ბროვასტი არიბავით ჩვენს ფორმებს, მაშინ ნახვამდის ჰოლივუდო იქნება? ხო, და ნახვამდის დაფინანსება. კარგი. ხო, ვეცდებით, რომ ვიპოვოთ. კარი! ბროვასტი, კარები. სად არიან ბიჭები? გოგოებო, ხვდებით ხო, რომ თუ ჩვენს კოსტუმებს ვერ იპოვიან, ვერაფერს ვიზამთ. ხო, ნეტა იპოვონ, მოვიდნენ მალე ჩვენთან ფორმებით. გოგოებო, ვიპოვეთ. რა, ასეთი ცივი რატოა? ისინი მაცივარში იდო. დარწმუნებული ვარ იმ გოგოებმა დამალეს. ხო, არ უნდათ რომ ჩვენ გავიდეთ. გოგოებო,ახლავე ჩავითომთ და ოსკარი ჩვენი გახდება. გოგოებო, მიდით იჩქარეთ. ბროვასტი, ხო. მზადვარ რომ გავანადგუროთ ის გოგოები. ხო, ბოლოს მოვუღებთ. არა გოგოებო, მაგ ყველაფერს შოუს მერე გავაკეთებთ. ხო, ნასტია მართალი, ახლა მთავარია ოსკარი მოვიგოთ. წავედით. გოგოებო, კოსტუმების პოვნისთვის კოცნაზე რა სიტყვით? რა თქმა უნდა, სმაილ, მადლობა. გოგოებო, ამ კოსტუმების გამო ჩვენი დრო გავიდა. სმაილ, ჯობია რომ ან პირველი გახვიდე, ან კიდევ ბოლო შუაში ვინც გადის, ის იკარგება, არ ახსოვთ ხოლმე. ახლა დაგვიძახებენ. ვაუ, ეს ვინა, ვიღაც კაცი ყავთ. ამათ თუ კაცი ყავთ, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ოსკარს. ბავშვებო, ვერ ხვდებით? ეს ოსკარია! თქვენ აიღეთ ოსკარი? მოდით ახლავე აქ. სანამ ჩვენი ფორმები მაცივარში იდო, თქვენ ოსკარს იღებდით? ბავშვებო, მოკლედ, ჩვენ ესე დავდიოდით რა და ეს პროდიუსერები ესეთი თვალებით გვიყურებდნენ. ხო, თქვენს რო ნიჭიერები ვიყავით. ჩვენ ამ საღამოს სწავლება გვექნებათ. თუ გინდათ, შეგიძლიათ მოხვიდეთ. ერთ თვეში მივდივართ ჰოლივუდში. ხო, მაცივარზე მისაკრობ მაგნიტებს წამოგიღებთ. მაგნიტებს?